ძალიან ბევრი წელია ვაკეთებ ხელნაკეთ აქსესუარებს, ქალის საყურეებს, ყელსაბამებს, ნაკსოვ ქუდებს, ჩანთებს, ძალიან ბევრი ტიპის ხელნაკეთი აქსესუარი გვაქვს. დაბადების დღეზე ყველაზე პრინცესული ვინ უნდა იყოს, გოგო? გამოჩნდა სოციალური მეწარმეობის ეს პროექტი, რამაც შანსი მოგვცა, რომ დაგვემატებინა ბავშვის ხაზი, ბუნებრივი მატერიები 100%-ით. რის შემდეგაც უკვე ორეულები შემოვიტანეთ ბავშვის, შევკერეთ. მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე ვკერავთ ინდივიდუალურად კაბებს, ბავშვის სადღესასწაულო კაბებს და ორეულებს. ქონდა ერთი საოჯახო საკერავი მანქანა, რითიც ვახდენდი ყველაფრის შეკერვას. ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ შეგვეძინა უკვე პროფესიონალური მანქანები, რის შემდეგაც გაფართოვდა უფრო წარმოება, უფრო მეტს ვაწარმოებთ. სოციალური საწარმოს მისია არის მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება, რომელ ჯგუფში შედიან მარტოხელადედები, დევნილი ქალები და ძალადობის მსხვერპლი ქალები. კიდევ გვინდა სტაჟირების პროგრამის გატარება, რომლის მეშვეობითაც ბევრი კუთხით შეიძლება ვასწავლოთ კერვა, აქსესუარების გამზადება, დეკორაციების შექმნა. თვითონ აირჩევენ კურსიდან გამომდინარე, რაც შეისწავლიან. და ამის შემდეგ დასაქმებაც, რა თქმა უნდა, მოხდება ჩვენთანაც. სხვადასხვა სამკერვალოებში გაწევა რეკომენდაციის. ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ გაყიდვები და ონლაინ მომსახურება მხოლოდ. ახალი წლის შემდეგ ვაპირებთ რამოდენიმე მაღაზია არის, სადაც უკვე გვინდა რომ ბავშვის სამოსი შევიტანოთ და ადგილზე მოსინჯვით მოხდეს გაყიდვა. ვაპირებთ უფრო გაფართოვებას წარმოების და უფრო მეტად დროის დათმობას ბავშვის ხაზის. ძალიან სასიხარულოა ასეთი პროექტების არსებობა, იმიტომ რომ ძალიან დიდ შანსს გვაძლევს, რომ უფრო გავფართოვდეთ და სხვებსაც გავუწიოთ დახმარება, სხვებიც დავასაქმოთ და ჩვენი ცოდნა გადავცეთ მათ.